ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად ისაუბრა სწორი კვების მნიშვნელობაზე, მწვავე ქრონიკული დაავადების რისკებზე, როდესაც ადამიანი დაბინძურებული პროდუქტით იკვებება. ასევე აქცენტი გაკეთდა პრევენციის გზებზეც. საკვებმა და წყალმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი დაახლოებით 200-მდე დასახელების დაავადება, მათ შორის მოგეხსენებათ ყველაზე ხშირია სალმონელოზი, დიზინტერია, ეშერიხიოზი და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც ხშირად მიმდინარეობს შეიძლება მსუბუქად, მაგრამ არის გამოვლენებები, რომელიც შეიძლება წავიდეს ძალიან მძიმედ და იშვიათ შემთხვევებში ლეტალური გამოსავლით. სურსათის ეროვნული სააგენტო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის კონტროლს სასურსათო ბაზარზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროს და კონტროლის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ერთად და რა თქმა უნდა სახელმწიფო ამას გააძლიერებს. ჩვენთან დაგეგმილი გვაქვს ევროკავშირთან მიახლოების ძალიან ღრმა და ყოველწლიური სერიოზული პროგრამა, დაახლოებით 400-მდე ახალი რეგულაცია უნდა იქნას ამასთან დაკავშირებით მიღებული.